და ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწვიმად სამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ იზუარა ფხენიანთა შენიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ბატონებო და ბატონებო ოთარ დანიშვილი დღეს ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ. მთელი საქართველო სოლიდარობას უცხადებთ უკრაინის ხალხს და ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა რომ ერთი დღით გვარები გადაიკეთონ უკრაინულად და შესაბამისად ერთი დღის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბენკო ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკენკო ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ოლესანდრო ჭიკაენკო ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიაშვილი მოკლედ ახალმა პრეზიდენტმა გადაიბარა მიხეილ სააკაშვილის ფუნქციების რაღაც გარკვეული ნაწილი და რაც ვერ გადაიბარა ის ნაწილი გადაიბარა სტიქიამ, კერძოდ ქარმა. რა ქნა ახლა ქარმა? დაუბერა მაგრად, ახადა სახურავი იუსტიციის სახლს, მოიპარა იქიდან ასე ჰაერში 500 პასპორტი საქართველოს მოქალაქის და დაურიგა 500 უცხოელს. მე თუ მკითხავთ, ახლა უფრო კარგი სანახავია იუსტიციის სახლი, იმიტომ რომ ზემოდანაც გამჭვირვალეა. ხო, მოკლედ, აი ამ ამბის შტაბ-ბეჭდილების ქვეშ ვიყავი ქარის და კიდე იმ შტაბ-ბეჭდილების ქვეშ აი ეს თურქულ სერიალებს რო უყურებ, მე და მაგდა სულ უყურებ თურქულ სერიალებს სხვადასხვას. მოკლედ, ასეთი იდეა მომივიდა თავში, რომ ხო არ დავწერო სცენარი თქო ახალი თურქული სერიალისთვის. სარფიანი საქმეა, ერთ-ორ კაპიკს ვიშოვით თქო და დავწერე. ახლა მინდა რომ გაგანდოთ ერთ-ერთი სერიის, ესე ვთქვათ, სცენარი. ასე იწყება. და ტიტრები მიდის. და ესე იგი რა ხდება? იმას ფათიხს და აიშას უყვართ ერთმანეთი. მაგრამ მშობლები არიან წინააღმდეგი მათი დაქორწინების. ფათიხი და აიშა გაიპარებიან თურქეთიდან და ჩამოვლენ საქართველოში. ჩამოდიან საქართველოში, ჩამოვლენ თბილისში და დგანან იუსტიციის სახლთან. და ასე უყურებენ და ფათიხი ეუბნება აიშას. შეხედე აიშაო, ეს სილამაზე თურქების აშენებულიაო. ხო, ეს თქვა და ამ დროს დაუბერა ქარმა. დაუბერა ქარმა, აქ იძაბება მუსიკა. ასე. დაუბერა ქარმა, დიდი ესეთი ნაჭერი თუნუქის მოძრება სახურავს, ჩამოვარდება, დაეცემა ფათიხს და გაჭყლიტავს. და დგას ასე აიშა, მარტო დარჩა იუსტიციის სახლთან და უყურებს ასე თუნუქს და ქვეშ გაჭყლიტილ ფათიხს. უყურებს და აიო, მართალი ყოფილა ორხუნ ბეი, როდესაც გვეუბნებოდა რომ თქვენ ერთად ბედნიერები ვერ იქნებით. აქ უცებ 118 სერიის დასასრული. მოკლედ გავიგე რომ ინაუგურაციის მსგავსად წელს ახალი წელიც არ იქნება ასეთი პომპეზური, იქნება დაბალბიუჯეტიანი ახალი წელი, ესე იგი მოხდება. აი ახალ წელს რო ჩამოყავდათ ხოლმე ანდრეა ბოჩელი, ხო, იტალიიდან და რო ითვლიდნენ სანამ ახალი წელი მოვიდოდა 10, 9, 8, 7,
6, 5, 4, 3, 2, 1, ახალი წელია, რა უხარდო. ახლა ჩამოიყვანენ ლექსენს ნუცუბიძის პლატოდან. და ასე შეხვდებიან 2, 1, ახალი წელია. იცვლება თბილისის და დანარჩენი საქართველოს, ესე ვთქვათ, ტერიტორიული მოწყობა. ეს რას ნიშნავს, რომ უფრო მეტი რაიონი და ქალაქი აირჩევს თვითმმართველობის ორგანოს და განახორციელებს დამოუკიდებლად თვითმმართველობას. ნუ შესაბამისად დამისამართებაც შეიცვლება საქართველოს მოქალაქეების. აი მე მაგალითად შემიძლია გუფილენდის მაგალითზე გითხრათ, თუ როგორ ესე დაკონკრეტდება საქართველოს მოქალაქეების მისამართი. აი მაგალითად გუფი მალთაყვა მაგდა ბობოყვათი ნიკო ომალო გუჯა სკრა ზუკატოვი ლოტკინი და საშა ზალოტოვი ვასმოი პოლკი გაიფიცნენ ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები და ხელფასი მოგვეცითა მოკლედ ხელფას არ აძლევენ თურმე მივიდა ლანჩხუთის გამგებელი და ეუბნება ძალიან გთხოვთ თუ ითამაშეთო და ერთ კვირაში მოგცემთ ხელფასო. არაო ჩვენო ერთ კვირაში არ გვაწყობსო ჩვენო ახლავე გვინდაო, ახლავე მოგვეციო. ახლავე როგორ მოგცეთ? მისტერ რექსი ხო არო. გამგებელმა მივიდა. მოკლედ სანამ ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები ჯერ არ თამაშობენ, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ კარლსონი და ბუჭუნა. რუბრიკის სტუმარია ყველასათვის საყვარელი მომღერალი და ადამიანი ბატონი ანზორ მოშიაშვილი იგივე ბუჭუნა. გთხოვთ. როგორ ხართ? მითხარით ახლა რა? ძალიან კარგად ვართ. ჩამოვედი საქართველოში, როცა ვარ ძალიან კარგად გძნობ თავს. ეს პირველ რიგში. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას. თქვენს ტელემაყურებლებს, მთელ მსოფლიოში, თემს ოჯახში, ისრაელში და დავრჩი იმისთვის, რომ მოვეფერო საქართველოს, მოვეფერო ამ სიყვარულს, მოვეფერო თქვენ. ფანტაშორის ხო ახლა ბილეთის გადაცვლის ამბავი მოყვა? აუ, აბა, ესე იგი არ ესწრებოდა ბუჭუნა სტუმრობა ჩემთან გადაცემაში და ბილეთი გადაცვალა და 70 евро იზარალა, ასე რომ ააგრო. არა, 100 евро მითხრეს, მაგრამ ვევაჭრე და 30 დამიკრეს. ასე რომ ააგროვეთ ახლა 10 евро, რამდენი ხართ? 1 2 3 4 5 6 10 евро მეცმა და 70 евро ბუჭუნას გაუშვათ ოჯახში. აბა რა ვქნათ ესე. სხვათა შორის გილოცავთ, სულ ახლა ხან იყო დღესასწაული ხანუკა. ზუსტად მაგი მინდა ვისარგებლო, შევქმნით შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა. ჯერ ერთი პირველ რიგში საქართველოს ხელმძღვანელობამ და მთავრობამ ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა ებრაელ ხალხის მიმართ, ასე რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა უვიზო რეჟიმს, ასე რომ დაპატიჟებული მძალდებით ყველანი ისრაელში უვიზოთ, ასე რომ თავისუფალი მიმოსვლა იქნება და მინდა მიულოცო ხანუკის დღესასწაული თქვენთან ერთად ებრაელ ხალხს. თენ სოფლიოში. გილოცავთ, ჩემო კარგებო, ყველას მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ებრაელი, საქართველოში, ისრაელში, რუსეთში. ესე იგი, აი ხელი მოაწერაო ირაკლი ღარიბაშვილმაო, უვიზო რეჟიმი, ანუ ჩემი 1-2 ძმაკაცი რომ მემარიაჟებოდა მე რომ აიო, პასპორტი მაქვს მეო ისრაელისო და უვიზოთ მივდივარო, აწიხო ვეღარ გამემარიაჟებ. ეხლა აღარ გამოვა მაგ. აღარ გამოვა, იმიტომ რომ მეც წავალ და წამოვალ უვიზო. კი ბატონო, თავისუფალი მიმოსვლა, ასე რომ. კარგი, თამაზა როგორ არის? თამაზი ნემსაძე 35 წლის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენს ანსამბლს ვალში ვარიდანა ვარ, ერქვა ანსამბლი საჩინო და ძალიან წარმატებული იყო საჩინო, როცა ახალგაზრდა კონსერვატორია დამთავრებული ყმაწვილი ბიჭი მოავლინეს ანსამბლ საჩინოს ხელმძღვანელად.
მე ვიყავი მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი და ძალიან აღმაფრენა იყო ანსამბლის საჩინო მაშინ ძალიან 70-იან წლებს ყვები არ არსებობს არც ერთი ქორწილის კონცერტი და შემოქმედება რომ რომელიმე რაიონში და სოფელში არ ჩაგვეტარებია და ეხლა სოფლიო მოვლილი მაქვს მაგრამ ის სოფელი მახსენდება სოფელში როცა კონცერტები თავდებოდა იმ წუთში კეცის ჭადები წვებოდა რა და იმის გემო ეხლაც მახსოვს და გამყვა ისრაელში ასე რომ კეცის ჭადებს და მე მახსოვს ერთი თუ შეიძლება როგორ არ შეიძლება მიგვიწვიეს ერთ-ერთ ქორწილში მაშინ ქორწილში წასვლა იყო ძალიან ესე იგი სასაცილოდ მიაჩნდათ რა აბა იმიტომ რომ ეხლა კომუნისტების დროს ანსამბლის წევრი ახლა ქორწილში წავხვედი არა და ფინანსურად ახლა ცოტა გინდოდა რა გიარსება და მიგვიწვიეს ის ადგილას მივედით მანქანებით და მანქანა აღარ ადის რაღაცა სოფელი სახნავა ყოფილა კაც ყოფილა კი არა არის მივადექით და ჩამოიყვანეს რაღაც სახნავაზე უნდა ვიდეთ და ჩამოიყვანეს ურმები უკან დასახევი გზა რა დავაწყეთ ინსტრუმენტები და ავედით და დაიწყო ქორწილი და მოდის ერთი და დამიგარი ბაჩია შალახო ბაჩი შალახო დამიგარიო დაიწყო ანსამბლი 5 კაცი ვართ ანსამბლში სათხართ ეს იმ შემთხვევაში რაღაცა სოფელი სახნავაში ხარეა იმერეთი სოფელი სულორი ზევით ყოფილა კიდო სახნავა აჰა და მოადგა ურმები და დავჯექით უკან დასახევი გზა რა კაც ქორწილს ხوار ჩაშლი და ავედა ბაჩი შალახო დამიკარია და დაიწყო შალახოს დაყრა და ერთყა ბიჭო ფეხი იმ შუაბული მაშინ და ტალახში ესე იგი და სულ სიძე დედოფალი და მუსიკანტები გასული ვარ ტალახში აი ეს პერიოდი ეს მომენტი არა და არ არსებობს სოფლიოს რომელიმე მეკითხო რომ წარმატებულად არ ჩაევლოს ამ ბოლო ხანებში ჩემს შემოქმედებას რა თქმა უნდა ქართული სიმღერის თვალსაზრისით ვიძახი და აი ამ სიმღერამ ქართულმა სიმღერამ გადაარჩინა ჩემი ოჯახი და მე პირადად იმ ძალიან დაძაბულობას როცა პირველად ჩავედი ისრაელში ვინი ფიქრობდა წასვლას საერთოდ არ ვფიქრობდი ძალიან პოპულარული და ავტორიტეტული ვიყავი იმ პერიოდში და ქუთაისის ინსპექციაზე გამახსენდა კაცო თამაზებსაძე ქუთაისელია ხო და დარჩი ბიჭო პორმარზე დარჩი ახლა წახვალ და არა ვარ დავჭი და ქუთაისის ინსპექცია მოგეხსენებათ რა მექტაბება იყო წარებული მაშინდელ პერიოდს ვიძახი მაშინდელს ხო და დავარტყი კრუგი ქუთაისში და გამაჩერა მილიცია ბიჭო მე ამაღება აგერ ბუჭუნა ვარ ძალიან პოპულარული ეს ჩემი სიმღერები მაშინ იმ პერიოდში 80-იან წლებში და მე ვუთხარი ბუჭუნა ვარ გამეშვეთხო ვუთხარი ვიზია შენო გემღერებ ჩვენ აქ არის მშიერი ვტები თუ აქ არის ესე ფული უნდათ დამიჭირეს და წამიყვანეს პირდაპირ რესტორანში ეს ხდა შენმა მეგობარმა თამაზ ნემსაძემ ჩააწყო მილიციას აბა რას დამიჭერდნენ ისე ასე რომ თამაზ ნემსაძე მართლა ჩემი მეგობარია აი მე რო ვიყავი ისრაელში ყველასთან ერთი ჩანთა ცალკე იყო თამაზ ნემსაძემ გამომატანა სულ ყველას საჩუქრები ჩამოუტანეს სულ ყველას მე მინდა მოვიკითხო ბატონი თამაზი მინდა მოვიკითხო და ბატონო თამაზ მე რო შეგვიგდით შენი ჭიქაო მაჩუქეო და მე არ დამვიწყებია ამას დავაწერ თამაზ ნემსაძეს და სეზონის ბოლოს როგორც აღარ დადგა ეს სეზონის ბოლო წინა სეზონში შევპირდი და იმიტომ აი ამას დავაწერ თამაზ ნემსაძეს ჩემგან თქო და აუცილებლად გამოგიგზავნით მინდა მოვიკითხო ჩემი კაკული მინდა მოვიკითხო მორისი ჯანაშვილი და სულ ყველა ჩემი მეგობრები მართლა ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ებრაელი ძმები და დები კარგი ახლა მომავალში რას აპირებთ მომავალში იყო ასეთი პერიოდი ვარ სოფლიოს მოვახსენებთ ასე კი არა საქმე ერთ-ერთ ადგილას ბელგიაში ვართ მაგალითად ერთ-ერთი ადგილია ბელგია ერთ-ერთი ჩემთვის ხო ამ შემთხვევაში და ჩემ რეკლამის ვანი არის ცენტრი და ბელგია ერთ-ერთი ადგილია რა თქმა უნდა და აგერ თემური ციკლაური თქვენი მოგვარი ბატონი ვახტანგ ტატიშვილი რაღაცა და თამაზი გაიხარა ტატიშვილების გვარმა ის გამართლა რა იხარა თქვენმა გვარმა რატო იცი მაგარი სიმღერა დამიწერა ბოლო მომენტში რა აი ვახო ბაჩუკა უფრო სწორად ეს აღადაო დაწერდა აი ახლა აბა წესიერამეს რას დაწერდა ვერ გავიგე გლანძღავ თუ გვაქებ კაცო გამაგებინე არა თუ საღადაო შეხედე შენ მაგარ მე წარმატებულად ესე იგი ბიზნესი გამიკეთა მაგ სიმღერამ კარგი ხო და მომავალში ახლა გეგმები ბუჭუნა მომავალი გეგმები ის არის რომ ცხოვრება გრძელდება ცხოვრება წინ მიდის და ჩვენც უნდა გავყვეთ დილებას სხვა გზა არ არის და ძალიან კარგი სიმღერა სხვათა შორის ისა რომელიც ამ ბოლო ხანებში
ტელ-ავივი თბილისი ქვია ასეთ სიმღერა. ძალიან პოპულარული სიმღერა, მე ძალიან მომწონს. შეგვისრულებთ ამ სიმღერას? ვეცდები რომ შევასრულოთ, მე ძალიან მიყვარს და ძალიან ესე იგი აი ახლა კონცერტზე შევასრულე. ხო და აქ გადაღებულია კლიპი მაგაზე, ყვარსზე დადისკები და ესე ღერი ვარ და ისრაელის ტელევიზიაში ყოველდღე აშუქებენ. ეხლა თქვენს შოუში მინდა შევასრულო ეს სიმღერა. მიკროფონი ხო დაგჭირდება? მიკროფონი ჩამეწება ხელში ყველას, ხედავთ ჭრელა ჭნურ ფერებში. გენაცვალე. ისრაფად წასულა შენგან შორს ვერ წავსულობა მე ნატრება ისევ ჩემო თბილისო ხეტიანი ქუჩებში სიმღერა სიჩუმეში მოფერება შენი მყრის ნაპირისო ტელ-ავივი თბილისი ვიტკბილია შენი გული ორად გაყოფილია დავდივარ და ორენაზე მღერივარ მე ხომ ქართველი ებრაელი ვარ ჰეი როგორ ჭირდება ორი ერის დიდება სიხარუსარველი ამაყად მაქსად კმელი ებრაელი ვარ თანაც ქართველი სიხარუსარველი ამაყად მაქსად კმელი ებრაელი ვარ თანაც ქართველი ღამის შოუს ტრადიციული რუბრიკა სიმღერის ტელეპრემიერა. და მე მინდა მოვიწვიო ჩვენთან სტუდიაში ივანა მელაი. გთხოვთ. Хватит. Все. Добрый вечер. Салмут. Спасибо. У нас сегодня премьера. Премьера песни, я бы так сказала, крик души женщин, у которых не стерлись приоритеты, во главе которых всегда и до последнего вздоха будет любовь. Я вас верю, любовь погайгет. А песня называется «Такой даже вызов вам». Не кукла я. В тот вечер я вдруг забыла, что такое пустота. Казалось, что встреча наша была суждена, и на душе было спокойно, было тепло. Но утром все испарилось, все прошло. Но чувство любви на одну ночь, но уходи прочь. Посмотри ты на меня, не кукла я. Я могу любить тебя, не робот я. Все отдам я за любовь, что
глазах твоих тогда грусть скрылась. Что-то из прошлого в душе пролилось. Пытался ты закричать как можно тише. Пусть весь мир оглох, но я ведь все слышу. Нет ничего сильнее в мире. Чувства к тебе. Посмотри ты на меня, не кукла я, не кукла я. Я могу любить тебя, не робот я, не робот я. Все отдам я за любовь, чтоб летать с тобою вновь. Я хочу любить только тебя. Все витасками, когда тебя рядом нет. One night stand. Кем же был придуман наш с тобой сюжет? Посмотри на меня, не кукла я, не моя. Я могу любить тебя, не робот я, не робот я. Все отдам я за любовь, чтоб летать с тобою вновь. Я хочу любить только тебя. Все отдам я за любовь, чтоб летать с тобою вновь. Я хочу любить только тебя. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ის ურჩევნია მამულსა რომ ქეთი ხატიაშვილის ჯობდეს ნინასა. და რუბრიკის სტუმრები არიან ქეთი ხატიაშვილი და გიორგი ბარბაქაძე. გთხოვთ. ეს იმდენი ივარჯიშე რომ საქორწილო ბეჭედი გაგიდიდდა თუ რა? კარგი, ამას ეთყობა რაღაც დანიშნულება აქვს, შენ ამას ტყუილ არ მოიტანდი. აუცილებლად რაღაც დანიშნულება. კარგი, მოკლედ, რა ვიცი, შენ როგორც მოგეხერხება, შეგიძლია ისე დაჯდე და ისე მოამისმინე. ხო, მოხერხებულად, ხო, არ ვიცი. კაი. მე უბრალოდ ავდექი რომ ამისთვის მოუხე. აჰა. შენ როგორ მოგეხერხება? მე ხალხ, აი. მე ასე არ მომიხერხდება, უბრალოდ ვეცდები რომ ესე დავждე მეც, იმიტომ რომ ჩემი მეწყვილია. კარგი, მოდით. მე კიდე ერთხელ დავწმუნდი, რომ მე მინდა მივმართო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს. გადახედეთ ანატომიის წიგნს. მე მგონი ახალი სახელმძღვანელო უნდა დაიწეროს ადამიანის თუ ყოველ შემთხვევაში არანორმალური ანატომიის. კარგი, გმადლობთ. ესე იგი, ხო, მე ვიწევ ხოლმე როგორც წესი გავარდნილებს. შოუდან ცეკვავენ ვარსკვლავები. ეს ქვა არის. ეს ქვა არის. თუ. შენ ხის თავი რა? არა, შენ თვითონ ჩაიწყდი, მე არანაირი მინიშნება არ გამიკეთებია. ხო, და არ გიყვირთ თქვენ რატო დაგიძახეთ? მარტო თქვენ დაგჭათ ფული მოსატანი. იმედი არ გვიმეტებ. რო გახვალთ აქედან ჩემი პროდიუსერი ანგარიშის ნომერს მოგცემთ. საბანკო რეკვიზიტებს.
ხო და თუ არ ჩარიცხავთ ხუთშაბათამდე, მე რამდენის გინდათ იაკრობატეთ იქ. მე რვიანზე მაღალს არ დავწერ და ვისაც ხუთშაბათს რვიანი დაუწერე, ის სადაც არის, იცით, კარგად, ხო? მოკლედ, რა ხდება? ამზადებთ უკვე 2 ცეკვას? ფსიქოლოგიურად უკვე ვამზადებ 2 ცეკვას და ძალებს 2 ცეკვისთვის და თეორიულად და პრაქტიკულად ჯერ არა. აჰა, გასაგებია. როგორი მეწყვილია? ძალიან კარგი. იმედებს ამართლებს როგორც მეწყვილის, ასევე მაყურებლის და ეს ძალიან ო, აი გავიხსენოთ, რომ ხალხის რჩეულია ქეთი, არის ხალხის რჩეული, რომ SMS-ებით გავიდა მეცამეტე. ყველაზე მთავარი რაც არის, ადვილად იმახსოვრებს მოძრაობებს და ეს გვეხმარება იმაში, რომ 2 ცეკვაც რო გვაქვს, ისიც მოვასწროთ იმ მოცემული ერთ კვირაში. ხო, ნიჭიერი გოგოა. თავარია რომ ახლა თავში არ აგივარდეთ. არა. ეს სწრაფი წარმატება, იმიტომ რომ ეს წარმატება მოდის მიდის. აი ხა 1 წლის წინ იფიქრებდი, რომ დაუშვათ მოხვდებოდი გადაცემაში ისეთ დიდებულ ადამიანთან ერთად, როგორიც არის საშა ზალიოტოვი. ახლა მითხარი ყველაზე მეტად რომელი ცეკვა გაგიჭირდა? ჩინური. ჩინური. ეს ცეკვა იყო შენი აზრით? აი ცეკვას და რაღაც ჩემთვის ამოუცნობი რაღაცის შორის ვიყავი და კიდე დავამატეთ ეს გრძელი სამკლაურებით ცეკვა და თმამაც ცოტა მიმტყუნა და ეს შეშებოდა. მოტყდა. სხვათა შორის ჩინეთის ბიზნესის ფედერაცია არსებობს ასეთი. ჩინეთის ბიზნესის ფედერაციას ისე მოეწონა თქვენი ცეკვა, რომ გადაწყვიტა თქვენ გაიმარჯვებთ, თუ არ გაიმარჯვებთ, გაგიკეთოთ საჩუქარი. მართლა? კი, ეს არის ავტომობილი Volkswagen Goldi. და დიდი ტელევიზორი Panasonic-ი. ტელევიზორს მე. Panasonic-ი შენ და Volkswagen Goldi შენ. კარგი, აი გადავხედოთ სოციალურ ქსელებს და განვაგრძოთ მე ხო საუბარი. სოციალურ ქსელის კომენტარებს. ყველას უკითხავ ხოლმე. ვინც ნინას 8 აუწია, იმას გაუხმეს ხელი. 6-ის მეტი არ ეკუთვნოდა. ანუ ესე იგი ნინოს სუხიშვილის გარდა დანარჩენ 3-ვეს უნდა გაგვიხმეს ხელი. იმიტომ რომ მეც რიანი დაუწერე. კარგი. ხო, შემდეგ. რაც თოლორაია და ჭაჭუა გააგდეს, იმის მერე ხატიაშვილს უგზავნი SMS-ებს ქმარი ყოფილა ვადაჭკორია. აჰა. ლევან ღვინჯილია, იცით ვინ არის? არა. ლევან ღვინჯილია ქართულენის ენას რო იცავს, სიწმინდის დამცველი ქართულენის. აი, ლევან ღვინჯილიას დაბადების დღე მოდის და მინდა სიურპრიზი მოუწყო და ჩერტკოევი და მისი ცოლი მიუყვანო. და კიდევ ერთი. გთხოვთ გააგდოთ შავი გიორგი ყიფშიძე და დააბრუნოთ ფითქინა როსტო. ასეთ. კარგი, ახლა მითხარით რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ცეკვით ხوار შემოიფარგლება ყველაფერი, ხო? აი, მითხარი შენ რით ხარ დაკავებული? ნუ გასაგებია წარმოვარჯიშე რო ხარ ვიცით. ამ ეტაპზე ყველაფერი გადავდე და ვარ ცეკვენ ვარსკვლავი დაკავებული, მაგრამ მუშაობდი ამერიკულ ფიტნეს კლუბში, ფიტნეს ინსტრუქტორი ვარ. ვეხმარები ქალ ბატონებს რომ მიიღონ სხეულის სასურველი ფორმები. მე არ ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი, მაგრამ ვიცი. სასურველი ფორმები ვიცი. დიახ. ზომები? და ზომებიც. რა ზომებია სასურველი? რა გჭირს შენ? რამ გაგამწარა? რამ გადაგრია, რამ გაგამწარა? მაგ თემაზე მე ვისაუბროთ. დიახ. და დედობით, ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის. კარგი, შენს კი რა ხდება? მე ძირითადად ცეკვით ვარ დაკავებული, მუშაობ ლადო მესხიშვილის თეატრის ქორეოგრაფად, დრამატულ თეატრში და ასევე შოუ ბალეტ ვერნისაჟში. ძირითადად როგორ ახერხებ მე აქ რამდენიმე საკეთით? ნუ როცა მაქვს სამსახურის შესასრულებელი, ჩავდივარ მუშაობ. ხო, იმიტომ რომ მე ვეტყვი მესხიშვილის სახელობის თეატრი ქუთაისში. ანუ რაღა შენ და რაღა უსუფაშვილი რა. ისიც ქუთაისში ჩადის, ჩამოდის.
შენ ჩადიხარ იქ ცეკვას დგავ, უსუფაშვილის შოუს დგავს იქ და რეჟისორია, პარლამენტის რეჟისორი, ასე დავარქვა. თავარი რეჟისორი. დამდგმელი რეჟისორი პარლამენტის. ძირითადად ჩვენი თეატრის მმართველი არის გიორგი სიხარულიძე და სადაც ის მოღვაწეობს თუმანიშვილის თეატრში, თავისუფალ თეატრში, მიწევს ასევე მათთან ერთად მუშაობა. ვერნისაჟში რა ხდება? თიაგო ბეჯიშვილთან ვარ დაკავებული, მუშაობთ სხვადასხვა შოუ პროგრამებში. მომიკითხე თეა და გაახსენე თუ ახსოვს შვიდიანებს რომ იწერდა. გაახსენე. ეხლა არ გამიმეორო. არა, მე თქვენ წოდის დამიწერია. ერთხელ დაგიწერეთ 9-იანი, დანარჩენი სულ 10-იანებს გიწერდით. გენაცვალე ძალიან ხო მიზეზი მოგეცი. თქვენ კარგად ცეკვავთ, მაგრამ ჩემ წვრილსაც ნუ დაივიწყებთ. აუცილებლად. დიდი მადლობა. კარგი. მორბენალი ხარ, ხო შენ? ბავშვობიდან პირველი ჩემი სპორტი იყო ძლეოსნობა. ანუ ბავშვობიდან დარბი ხარ, ვინ მოგზდებს ამისთანა ბავშვობიდან რომ ბატაშორის ერთი უნდა გავიხსენოს სადღაც ექიმი ხარ და იცი საერთოდ როცა ვიყავი ამ სპორტზე გვიშვებდნენ პროფილაქტიკურ შემოწმებაზე გულზე ანუ როგორი დისპანსერიზაცია ქვია მაგას პროფილაქტიკაში მე დამყავს ჩემი ენები ნუ რაც დისპანსერიზაცია ძალიან თქვი რა დისპანსერიზაცია თქვი დისპანსერიზაცია ხო მაგრამ ავიმეო საერთოდ ამის საუბარზე ლეგენდები დადის. ჩემ საუბარზე ძალიან რაღაც ნელი საუბარი მაქვს და ეს გიორგი, გამარჯობა, უკვე ყველა ესე მხდებოდა. ცოტა ეს გამეორებებზე გადმომეკიდები. არა, არ მოგეკიდები. არა, უბრალოდ ხო და რას ვამბობდი ახლა რომ მივედი აქ და შემამოწმეს ხო რაღაც პატარა სპორტულ ბიოგრაფიას წერდი და ეს ქალი შემხვდა და მეუბნება რომ აბა შულო თქვენი რაღაც სპორტული ბიოგრაფია რითი დაიწყე და ვეუბნები, ნუ 16 წლის ვიყავი უკვე მაშინ და ვეუბნები რომ 6 წლიდან რაღაც 9 წელია უკვე დაორბი ვარ და შულო რა გარბევინია და ამდენი ხანია და რა გინდოდა რატო დარბოდი რა მანძილზეო და რა უთხარი 5 კილომეტრზე 10 კილომეტრზე რაღაც კარგად იყავი რამეს თუ მიაღწია მაგ სირბილითო და 9 წელი ტყუილა მირბენია რა აუტო ირბინე და ჩვენთან მოხვედი ჩვენთან მოირბინა რა სულ მოირბინა არა მისწევებით იყო საკმარისი საქართველოს ნაკრებში ვიყავი იმ დროს 5 კილომეტრს დარბოდი ეს ძლეოსნობის 5 კილომეტრს ხო კი ანუ ეს 3 კილომეტრი არის ბარიერებით არა 3 კილომეტრი არის და სტაერი ხარ 1500 მეტრიც არის 1500 მეტრიც არის მაშინ სტაერობა საიდან იწყება 800-ის ზემოთ ხო კროსი არის საერთოდ 5 კილომეტრის კროსი სტაერები ვინ არიან აბა სპრინტერები სტაერები არ ვიცი კარგი დავალებოთ ამას თავი სწრაფი სირბილი შეგილია არა საერთოდ არა ნუ ხა ჩემზე კარგად ხო შეგიძლია კი თხოვნა მაქვს შენთან რა სადმე უნდა გავიქცე უნდა ჩაირბინო აი ესე ჩაურბინო გიორგი ვარდოსანიძის სახლს და დებილო დაუძახო შენ სტანვარჯიშზე როგორ მოხდი მე მოხდი ტანვარჯიშზე მე და ჩემი და ვიყავით ფუტკუნა ბავშვები ბავშვობაში და ისე მოხდი ტანვარჯიშში რა იქნება ცოტა ჩავიფუშოთ და ჩავიფუშე და გავყევი მე ჩავიფუშე და გავყევი. კარგი იყო. მომისმინე, მე თუ არ ვცდები, შენ დედა ყავს უკრაინელი. დიახ. ახლა უკრაინელი ხალხის მხარეს არის თუ იანუკოვიჩის? ნახე როგორ შეკითხვა დავსვი? ნახე. არაფერი, ხა ჩაიფუშე და გაყევი. მითხარით ახლა გამარჯვებას აპირებთ ამ პროექტში მართლა? ძალიან გვინდა და ვერცდებით ყველანაირად და აი ხალხი აგზავნის SMS-ებს და კაი, კონკურენტებზე არ კითხავთ, იმიტომ რომ არ იქნება ლამაზი. ჟიურის წევრებიდან ვინ არის ყველაზე საყვარელი? აი ეს დირაი ეს რო ჩაყლაპავ. პირველი როზის, აი პირველი ჟიური. პირველი საიდან? ჩვენგან შენგან როგორ? მარცხნივ. ეხლა რომ მარცხნივზის შენგან? იქაც მარცხნიდან, აქაც მარცხნივ. იქაც მარცხნივ ვარ თქვენგან? არა მარჯვნივ. არა მარცხნივ. ჩამოყალიბდით ეხლა.
თქვენ რო გაფასებთ, გახართ ხოლმე ასე. ანუ ასე ვარ მარჯვნივ. არა, აი ასე ჩერტყვევი გევასება, გოგო? არა, ჩერტყვევი წავიდა. მე უფრო ხო ასე ვდგავართ დუტასგან და მე უფრო აი იქ ძალიან მარტივია რომ სახელი და გვარი თქვა, ასე ძნელია? ოთარ ტატიშვილი. ასე რა დავიტანჯოთ. დავიტანჯეთ მოკლედ რა. კარგი, ეს რატომ მოიტანე ახლა მითხარი? ყველა არ მოიტანდი. ხო, რგოლი აღიარე რომ შენი იდეა იყო ამის მოტანა, რომ მე არაფერი წინასწარ არ გამიგეგმავს, აღიარე. ვაღიარებ, ჩემი იდეა იყო. რგოლი წამოვიღრო, ცოტა ვიხალისოთ, აი თუ გინდა გაჩვენებ, თუ გინდა გასწავლით რამოდენიმე მოძრაობას. რგოლით. მე გავიხდი ფეხზე. მე საერთოდ ძალიან მოხერხებული ბიჭი ვარ. ნუ ეს ეს უნდა გავიხადო? არა. ეს არის რგოლი, ტანორჯიშის რგოლი, ძალიან მარტივია და ეს გაგორებას გასწავლი, როცა რგოლი მიდის და ბრუნდება იცავ შენთან. ეს. ესე იგი, მაჯით უნდა გაუშვა გამართული ხელი და მაჯით შენსკენ ეს ჩამოქაჩა რგოლი. აი, რომ უშვებ და გაუშვა ხელი. ხო, კარგია. აუ, როგორ კარგად გამოდიან. ეგუნა ესწავლები. ეხლა მეორე და ამის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ეგ უკვე გამოგივიდა. რაღაცა შევთხოვით, რაღაც კეთი მოიფიქრე რა უნდა ესწავლები და დამასწარით ხო? კაი, სხვა რამე მასწავლე. კაი. ასე რომ ვიხტნო. ხო, შეიძლება. ეგრგოლი აღარ ვარ გამენგოლი. კარგია, ეგეც კარგია. ესე იგი ყველგან დავიბიჯე, სადაც შეიძლება. კარგი. მასწავლე, ხელის ხო, აი ხელზე შემიძლია გასწავლა, ამას ქვია შემობზრიალება რგოლის, ესე ნელა იდებ მაჯაზე და კიდევ ხო ჩქარა ესე კეთდება. ძალიან მარტივია და ამასი. მართ შენ ცაცია ხა? ხო, მარჯვენა. მოიცადე, ცოტა იქით გააკეთე რა. მეორე ხელი ასე უნდა გეჭიროს. ეს თითი აუცილებლად ესე უნდა გქონდეს. აქეთ კეთდება პირიქით, აი შიგნით. შანუ შენ მოგარტყა? კარგია. კეთის კოტრიალი გააკეთე. გამომივიდა ეს? კაი, კიდე რა შეიძლება? კიდე კოტრიალი გააკეთე. კოტრიალი ეხლა კოტრიალი აგდების აქ რთული იქნება ცოტა კოტრიალი. კოტრიალი შენ თვითონ გააკეთე. არა მე ეხლა აქ ვერ გავაკეთებ კოტრიალს, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ გაგორება, კოტრიალი და ამ დროს გოლი მოვა უკან. მე გაჩვენებ ხა. ხო კარგად ხარ შვილო. ეს უნდა გააგორო. მე გადავკოტრიალდე და რა უნდა? ამ დროს მოვა უკან გოლი. ესე მარტო კოტრიალი თუ შეგიძლია რომ გააკეთო. არა. ერთი წუთი რა, მოდი მე მოვუსმენ ფიტნეს ინსტრუქტორს. და არა პროს რო დარბის იმას. გაჩვენებ ხო? მაჩვენე. ესე იგი ვაკეთებთ გაგორებას. კოტრიალს და გოლი მოდის უკან. აი ესე. და ესე იგი ამით შეხედე? არა, შეხედე? შენ შეგიძლია ეს კოტრიალი გააკეთო? მე ისე გაგაცემ ფასტავლის კოტრიალი, გაგორება, კოტრიალი და დაჭერა. მეორე მიდიება და მეცხოვა. ხო დაინახე. არა, იქით ვიყურებოდი და აქ არ ვიცი რა. კაი, უბრალოდ კოტრიალი, ვასწავლე კოტრიალი და შეაფასეთ. კაი, მე შევაფასო ხო? ეს კოტრიალი აქამდე არ ვიცოდი. აი, ტანვარჯიშოთ, ესე რომ უნდა დაამთავრო მე. თუ რამეს მოიტეხავ აქ არის. გუჯა.
ის ფეხის საწევას არ მასწავლი? კი, მაგას ელასტიურობა უნდა უფრო. მაგ. მოდი მაშინ ერთად. კეთი ესენი ჩაიცი, რა კეთი. მოდი ერთად. მოიცა, უნდა გავხურდე. ორი მოპატია. ეს ხელი მომიოშველო? ხო, შეიძლება ხელითაც. წავიდა. რა არის იცი? ფეხსაცველია მძიმე, ფეხშველი მეც ვაკეთებ. ოთარ პაძეშკებს თუ გააკეთებ რამეს? რა პაძეშკა გინდა? აი. მეორე სეზონში ხო იყავი და მეწყურვესთან ერთად შენს მოგიწია. ერთი პაძეშკა მქონდა 9 ცეკვაში. რატო წელი გაწუხებდა? არა. აბა. კისერი. ზია უკვე 9-იანზე დახვედი. 10-იანიდან. ზია არ გაწუხებდა. რა გავაკეთოთ ახლა 10-იანზე არა, მოვიდეთ. პაძეშკები არ გვინდა რა. პაძეშკები არ გვინდა. პაძეშკები არ გვინდა, ჩვენ გვინდა რა? ჩვენ გვინდა რომ ძალიან დიდი ხანი არ გავარდეთ თქვენ. და უნდა თქვენი SMS ნომერი გამახსენით? 95-102. დაიმახსოვრეთ? 95-102. ყველამ გააგზავნეთ SMS-ი ამ ნომერზე, იმიტომ რომ ეს წვილი მე უნდა ვნახო ფინალში. აუ, სულ მინდა და ამ ჭიქიდან დამედია დალი. დალია. არ გადავწდეს. ბულ. დალი. მაინც დავდე, წასვლის წინ მაინც დავდე. კაი, ნახოთ, აბა როგორ დალია. აბა შეგამაცინე. აი, როგორი ნერვები მაქვს. აკე მე შემომხედე და ისე და მაინც დავდე, წასვლის წინ დავდე. წასვლის დალია. 95-102. ჩინურია ყველაზე ძნელი და ყველაზე საყვარელი ცეკვაც გითხარი ბარემ, სანამ წყალს დალევ. საყვარელი ცეკვა მქონდა ორი, ერთი იყო ხანჯლური. და ერთი იყო ფოქსტროტი ჩვენი ცეკვა. რომაული არ დადეგების ფოქსტროტი. კარგია. მელიას ფოქსტროტი ეს არის მელიას ნაბიჯები. მელია რო დადის. ხო. ესე და მე ვაჩქარა ზუსტად. ხო. quick-step-იც ხო ეგრეა. დალი წყალ. დალე. ჯერ არ აპირებს წასვლას. ეს მივხვდი. კულ. გიორგი შენ დალია. ნახე ნერვები როგორ უნდა გქონდეს. ტულ. კულ. მოგეწონა? კი, ძალიან. კარგი, მოკლედ. აი ხა აღარ გაგაცინებ დალია და დაგემშვიდობებით. დალია? აი. დალია? არა, პირში აქვს. მოახერხა წყლის დალევა. მოახერხა, მოკლედ ხალხო, მართლა რეალური კანდიდატები, ერთ-ერთი წყვილი, რომელიც იმსახურებს გამარჯვებას, ნახოთ რა მოხდება, ძალიან საინტერესო შოუა, ძალიან ძლიერი შემადგენლობაა, განსაკუთრებით ის წყვილები, რომლებიც დარჩა შოუში. 95-102.
ქეთი ხატიაშვილი, გიორგი ბარბაქაძე. დიდი მადლობა. Stop dancing.